სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმერთ. სახარებაში წერია, რომ ადამიანი უნდა იყოს ფხიზლად. უნდა იყოს ფხიზლად ისე როგორც ახლის პატრონი, რომელიც ელოდება ქურდს, რომელიც შემოიპაროს. ოღონდ არ იცის როდის მოვა ეს ქურდი. და ესე შემოიპარება, რომ შეიძლება ვერც გაიგოს ადამიანი. და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ადამიანი? როგორ უნდა მოიქცეს და უნდა დააყენოს გუშაგები. იმიტომ რომ სულ ხო ვერ იქნება სიფხიზლეში. გუშაგები უნდა დააყენოს. და ის სწორედ ასეთი გუშაგები ეკლესიას ყავს დაყენებული, იმიტომ რომ დიდი წმინდა მარხვა ისე შემოგვეპარება ხოლმე, რომ შეიძლება დაგვაუწყდეს და აი ვერც კი მივხვდეთ რომ მოვიდა. პირველი ასეთი გუშაგი ის სახელიც კი ვიცით. არის ბართიმეუსი. ბართიმეუსი. იცით ვინ არის ბართიმეუსი? ეს არის ის ბრმა, რომელიც იესომ განკურნა, როდესაც შედიოდა იერიქონში. აი დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება იმის შესახებ, როგორ მივიდა იესო ზაქეს, მეზვერე ზაქესთან სახლში. ხო და ბართიმეუსი არის პირველი გუშაგი, გვაუწყებს, რომ დიდი მარხვა შემოგვეპარა უკვე, მოდის. და თუ ბართიმეუს გამოეპარება ეს დასაწყისი, აი როგორც წელს მოხდა მაგალითად. მაშინ ზაქე აუცილებლად გვეტყვის, რომ ეს მალე იქნება. მეორე ასეთი გუშაგი არის ზაქე. და მესამე უკვე გუშაგიც აღარ ქვია ამას, პირდაპირი ნიშანი არის ის, რომ შემდეგ კვირას ჩვენ წავიკითხავთ სახარებას მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც პირდაპირ უკვე მარხვის საკითხავების დაწყებას ნიშნავს და პირდაპირ მარხვის შესახებ ფიქრს. რატო გამოეპარა ბართიმეუსს ესე იგი დღესასწაული? იმიტომ გამოეპარა, რომ წინა კვირა იყო ნათლისღების წინა დღე. ნათლისღების წინა დღე და ამიტომ სახარება ბრნის განკურნების შესახებ უბრალოდ არ იკითხებოდა ნათლისღების წინა კვირის სახარება წინა კვირას რაც წავიკითხეთ. დღესაც შეიძლებოდა რომ ეს სახარება არ წაკითხულიყო, იმიტომ რომ დღეს არის კვირა შემდგომად ნათლისღებისა, თუმცა დღეს იკითხებოდა და ჩვენ პირველ რიგში ეს სახარება წავიკითხეთ, როგორ მივიდა უფალი მეზვერე ზაქესთან სახლში. აი ამის შესახებ არის ეს სახარება და ეს არის აი როგორც კი ზაქეს სახელს გაიგონებთ კვირის წირვაზე, ეს წელიწადში ერთხელ ხდება და ეს ხდება მეზვერისა და ფარისევლის კვირის წინა კვირას. და ეხლა ორივე სიტყვა თვითონ ზაქეს შესახებ მინდა მოგახსენოთ. მე რამდენჯერმე მიქადაგია ზაქეზე, მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ თვითონ ზაქეს შესახებ ძალიან ცოტა არის ცნობა შემონახული. ერთადერთი ეს ვიცით აი ამ სახარებისეული ამბის გარდა, რომ ზაქე შემდეგ პეტრე მოციქულთან ერთად გადაგებდა და პეტრე მოციქულმა კაპადოკიის ქალაქ პალესტინის ქალაქ კესარიაში დააყენა იგი ეპისკოპოსად და იქ იმსახურა შემდეგ და იმისი მოწმობა, რომ ეს ნამდვილი ამბავია ყველაფერი. სახარებაში ცხადია, რომ ნამდვილი ამბავია, მაგრამ შემდეგ აი არ ვიცით, ხო? არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ზაქე 30-თაგანი გახდა შემდეგ 30-თაგანი ქრისტეს მოწაფეთაგანი და ზაქეს წმინდა ნაწილები გვაქვს ტაძარში. ხატში არის ჩაბრძანებული მისი ძვალი, მისი წმინდა ნაწილი, მისი კბილი და მისი საფლავის მიწა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ზაქეს, ის რაც ნამდვილად ვიცით ეს არის, რომ რა გააკეთა ზაქემ ერითი მოხდა, ესე იგი საფრთხე ისტორიაში. რომ ზაქემ ძალიან მოინდა რომ გაიგო ესეთი მქადაგებელი, ასეთი მოძღვარი მოდის იერიქონში, მან ძალიან მოინდომა უფლის ნახვა. ძალიან მოინდომა უფლის ნახვა, მაგრამ ზაქე იყო ტანმორჩილი. დაბალი იყო ძალიან ტანით დაბალი და იცოდა რომ ამდენ ხალხში იგი ნამდვილად ვერ დაინახავდა იესოს.
და რა გააკეთა, რაღაც უცნაურობა ჩაედინა, დიდი თანამდებობის პირი იყო, მაღალ თანამდებობაზე მსახურობდა, მეზორეთა უფროსი იყო და ხეზე ავიდა, ხეზე. ლეღუსულელი ესე ქვია ამ ხეს, ქართულ ენაზე და ის ხე დღემდე არ შემორჩენილი და მე ჩემს საუბარში მიჩვენებია კიდევაც ფოტო აქვს. იერუსალიმში არის ეს ხე, უკაცრავად. იერიქონში არის ეს ხე, სადაც ზაქე ავიდა და შევიდა. ოღონდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა მოხდა, რა გააკეთა ზაქე. ესე იგი ზაქე იყო ტანმოჩილი, მცირე იყო. მცირე თავისი სხეულის ზომებით იყო მცირე. და იგი თავის სიმცირეს მოერია. თავის სიმცირეს მოერია და მან იმის გამო რომ ესე იგი ის იყო მცირე, მან რაღაცა ისეთი გააკეთა, რომ გადაახტა, შეიძლება ითქვას თავის თავს, როგორც არის ასეთი გამოთქმული საკუთარ თავს ვერ გადაახტები, აი ზაქე გადაახტა. გადაახტა ყველანაირ საზოგადოებრივ აზრს, წესებს, გეუბნებით ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, უცებ აძრახეზე რომ იესო დაენახა. ჩვენს ერთ-ერთ პოეტს აქვს ნათქვამი იუდაზე, რომ იგივე ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის, რომ თავის სიმცირეს ვერ მოერიაო. აი იუდა თავის სიმცირეს ვერ მოერია. აი ზაქე თავის სიმცირეს მოერია და იგი ავიდა ხეზე. ახლა კიდევ ერთი გარემოება მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ვინ იყო ზაქე. ეს არის ქალაქი იერიქონი. ქალაქი იერიქონი თუ შეიძლება ითქვას, რომ იერუსალიმის სულიერების ცენტრია, საერთოდ ყოველთვის ყველა დროის თავარი სულიერი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში არის იერუსალიმი. აი იერიქონი იყო სავაჭრო ცენტრი ისრაელის. კომერციული ცენტრი იყო და აქ იკრიბებოდა, ძირითადად აი ყველაზე ესეთი საქმოსანი ადამიანები, დიდი ესე იგი შემოსავლები ტრიალები და შესაბამისად გადასახადების ანკრებების უფროსი იერიქონში. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფაქტიურად ეს იყო ცენტრალური, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, ფინანსთა მინისტრი თუ რა ვიცი, რა ვთქვათ, ესე იგი მთელი ისრაელის. და აი ამ ადამიანმა მას შემდეგ რაც იგი ხეზე ავიდა და იესო დაინახა, მას შემდეგ ამ ადამიანში მოხდა რაღაცა ძალიან სერიოზული ცვლილება. ესე იგი, ესე ამბობენ წმინდა მამები. ზაქე ავიდა ხეზე და რაც უნდა ის გააკეთა, დაინახა იესო. დაინახა იესო. და მაშინ რაღაცა მოხდა. ცვლილება და იცით რას ამბობენ წმინდა მამები, რომ აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არის შავგვრემანი. შავი ჭმა, შავი წვერი აქვს, თქვა თუ ეს მამაკაცია. და აი რაღაც ისე მოხდა მის ცხოვრებაში, რომ დიდი ხანი მას არ ჩაუხედავს სარკეში. და რაღაცა დრო გავიდა, ჩაიხედა სარკეში და ხედავს, რომ გაჭაღარავებულია. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ასეთ ადამიანს დაემართოს. აი უცებ ხედავს, რომ თურმე გაჭაღარავებული. აი რაღაც ამდაგვარი, ესე ამბობენ, მამები დაემართა ზაქეს, რომელმაც ჩაიხედა სარკეში ქრისტეში. ქრისტე არის სარკე. მან ჩაიხედა ამ სარკეში და უცებ დაინახა, რომ თავისთავად რომ კარგი გონია, თავისთავად რომ წარმატებული გონია, უცებ დაინახა თავისი ცოდვები. და თან იესო ეუბნება ზაქე ისწრაფე და გარდამხვი, ჩამოდი სწრაფად მაქედან. დღეს სახსა შინა შენსა ჯერ არ ჩემი ყოფაი. მე უნდა მოვიდე დღეს შენთან სახში სტუმრად. ეს არის ერთადერთი შემთხვევა სახარებაში, როდესაც იესო ადამიანს ეუბნება, რომ მე შენთან უნდა მოვიდე სახში. და რა თქმა უნდა, ზაქე გაიქცა, რა თქმა უნდა, შეკრიბა თავისი ახლობლები და პასუხი ზაქეს იყო ეს, რაც უნდა იყოს ჩვენი პასუხი ყველასი. ზაქეს პასუხი იყო ესეთი, რომ მოიტანა ეს თავისი ძარცვით მოგროვებული ქონება და აი ეს არის ჩემი ქონება, იესოს უთხრა. ეს არის ჩემი ძარცვით მოგროვებული ქონება. ძარცვა ეს არის ცოდვები. ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი ცოდვებით არის ძირითადად მოგროვებული და ნაწილი მივცე გლახაკთა და ნაწილს მივცე მიმად, ვინც გავძარცვე. ანუ ფაქტობრივად ზაქემ საჯარო აღსარებოდა. და პირობა დასძა, რომ ამას დაარიგებდა ყველაფერს, არ დაიტოვებდა არაფერს აქედან. აი ეს არის ჩვენი თავარი გადაწყვეტილება, რაც უნდა მივიღოთ დიდი მარხვის დაწყების წინ. რომ უნდა მოვინანიოთ ცოდვები. ჩვენი ცოდვები ჩვენ უნდა მოვინანიოთ.
და მაშინ უფალმა დაინებოს და თქვა ჩვენზე რაც თქვა ზაქეზე დღეს იქნა ცხოვრება ისახლის ამის აი ეს არის ჩვენი მიზანი რამე თუ ესეცა შვილი ა ブラ ამის აქვს ანუ ადამიანი ყველა იბადება ცხოვრებისათვის და თუ შემდეგ ადამიანი თავის წოდების გამო კარგავს ამას მან ეს უნდა დაიბრუნოს აი ეს არის ის განწყობა ეს არის ის გუშაგის სინამდვილეში რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ აი გვიახლოვდება დიდი წმინდა მარხვა და დავიწყოთ ფიქრი ამაზე სანამ მარხვას დავიწყებთ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ უნდა ვიფიქროთ ჩვენი წოდების მონანიებაზე ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არც ღმერთი